მე აქ ვარ, ჩემი და ლუკას ამბავი. ამ სახელწოდებით TBC გალერეაში თათია მელაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი, რომელიც თავად არის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის მშობელი, იმ პრობლემების შესახებ გვიყვება, რასაც საქართველოში აწყდებიან. ავტორი საკუთარი ისტორიით ცდილობს დაანახოს საზოგადოებას, როგორია აუტიზმი ცხოვრება და რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის თანადგომა. წიგნი გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა, გაყიდვებით შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის ფერადი ქალაქის მშენებლობას. მე მინდოდა უბრალოდ საზოგადოებას ცოდნოდა, როგორი არის ეს რეალური ცხოვრება შელამაზების გარეშე აუტიზმით. მინდოდა მშობლებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ გზას, ახალბედა მშობლებს, ენახათ რა გზა გავიარეთ. რაც თავარია, ამ წიგნის მიზანი იყო კიდევ ერთი, რომ საზოგადოებისთვის ამეხსნა, რატომ არის აუცილებელი აუტიზმის ეროვნული ცენტრის ფერადი ქალაქის მშენებლობა. ყველაზე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ აი ამ წიგნის საშუალებით თათია ახლა ახერხებს კიდევ ერთხელ საზოგადოებას მიაწვდინოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აუტისტები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, იმ შემთხვევაში თუ კი იქნებიან რეალიზებულები. ვისურვებდი, რომ თათიას წიგნი წაიკითხოს ბევრმა ჩვენი საზოგადოების წევრმა. ამ წიგნმა ჩემზე იმდენად მაღალი შთაბეჭდილება და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რომ როგორც ჩემს სიტყვაში ვთქვი, ერთ-ერთი თავის სათაურია მე შევიცვალე და შემიძლია გულწრფელად ვაღიარო, რომ მეც შევიცვალე.